გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. საქართველოს ელჩი გერმანიაში გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ჯეკ დენიელსის დამზადების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა. პრემიერ-მინისტრის და ქართული დელეგაციის ვიზიტი სინგაპურში გრძელდება. შეხვედრა გაიმართა ფინტექ კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი საინვესტიციო კლიმატია საქართველოში. ნინო არღულიანი გვერდდება სინგაპურიდან პირდაპირ ეთერში. ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელ კომპანიებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს. ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატში 30-მდე კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მრავალმილიონიანი კომპანიების ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა ყურადღება ამახვილა იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი ქვეყანა საინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი. მან ძირითადი აქცენტი ლიბერალურ საგადასახადო სისტემაზე, პროგნოზირებად საკანონმდებლო ჩარჩოსა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე გაამახვილა. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელს გავსაუბრებოდით, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და სინგაპურის ეკონომიკას შორის მსგავსება ცალსახაა. ისინი თამამად უწევენ რეკომენდაციას ყველა კომპანიას, რათა საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. საქართველო ძალიან დინამიკური ადგილია. ჩვენი გადმოსახედიდან ის უფრო და უფრო მეტად ღია ხდება. ფინანსური მომსახურების სექტორში რეგულაციები უფრო მკაფიო ხდება და ამ სიცხადესთან ერთად გარემო უფრო მეტად ნაყოფიერია მეტი კაპიტალის შემოსვლისთვის. კაპიტალის სიმწიფე დამოკიდებულია არა მხოლოდ ინვესტიციების ფორმაზე, არამედ რეგიონის მასშტაბით ზრდაზე. სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ პრაქტიკაში, როდესაც მსგავს მრგვალ მაგიდებზე ვისმენთ ინვესტორებისგან, პრემიერ-მინისტრისა თუ დელეგაციებისგან განცხადებებს, ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ სიტყვებია, არამედ ვხედავთ, რომ რეალური ქმედებები გარდაიქმნება პოლიტიკასა და რეგულაციებში. ყველას ვისაც სურს ცენტრალურ აზიაში შემოსვლა, ვუწევ რეკომენდაციას, რომ საქართველო არის ძლიერი ადგილი, საიდანაც საქმის დაწყება შეუძლიათ. ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის და მოადგილის განცხადებები წარმოადგენს შესანიშნავ წინადადებას, რომელიც ასახავს საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბევრმა არ იცის საქართველოში მიმდინარე წარმატებული ზრდის შესახებ. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ეკონომიკური წარმატების, ნიჭის წარმატების რელევანტურობის ისტორია უფრო დეტალურად იყოს გადმოცემული, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს არის შთამბეჭდავი ისტორია. სინგაპურის ბოლო 50 წლიან ზრდასა და საქართველოში მიმდინარე ზრდას შორის ბევრ მსგავსებას ვხედავ. რამდენიმე წლის წინ ჩვენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან დავიწყეთ პარტნიორობა თბილისის ფინანსური სამიტის პროგრამის განსახორციელებლად. ამის მიზანია მეტად თვალსაჩინო გავხადოთ საქართველოში მიმდინარე დიდებული ინოვაცია და ტალანტის განვითარება. ჩვენ ბევრ მსგავსებას ვხედავთ სინგაპურსა და საქართველოს შორის. ორივე ქვეყანას მცირე მოსახლეობა აქვს, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებზე მაღლა მოქმედებენ. საქართველოს აქვს შესაძლებლობა რეგიონული ჰაბი შექმნას. იმის მიუხედავად, რომ დიდია დისტანცია საქართველოს და სინგაპურს შორის, ორივე ქვეყანა წარმოადგენს თავის რეგიონში ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს. შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, ასევე მნიშვნელოვანი არის მოზიდვა, მათ შორის ინვესტიციების. სინგაპურში არის ძალიან განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. იცით, რომ ჩვენ ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელსაც ბიზნესის კეთება არის საკმაოდ მარტივი, ქვეყანა, სადაც გადასახადები არის საკმაოდ დაბალი, მიმზიდველი არის საინვესტიციო გარემო და ამას პლუს ემატება ის სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად აადვილებს ნებისმიერი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას ქვეყანაში. სამ წუთებში ეკონომიკის მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება უკვე ხვალკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს სინგაპურის პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს. მადლობა ნინო არღულიანს.
პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სინგაპურის პრეზიდენტს და პრემიერს უკვე შეხვდა, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებაზე და როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატით ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ასევე განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობებში. ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში ჩემი პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. პატივი მქონდა შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა. განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი იმისა, რომ განმავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობას და პარტნიორობას, რაც მნიშვნელოვანია როგორც სინგაპურისთვის, ასევე საქართველოსთვის და საქართველოს პოზიციონირებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არა მხოლოდ უფრო ფართო რეგიონში. ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი და რა თქმა უნდა ბიზნეს კავშირების და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. პოტენციალი ნამდვილად არის ორივე ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. ამისათვის რა თქმა უნდა საჭიროა ბიზნეს კავშირების გაძლიერება და ვიზიტის ფარგლებში სწორედ ვიზიტი იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნებისთვის და შედგება შეხვედრები ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს ელჩი გერმანიაში გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. პარალელურად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული. ამ კონტექსტში მმართველი გუნდი საქართველოში გერმანიის უკვე ყოფილი ელჩის პეტერ ფიშერის როლზე ამახვილებს ყურადღებას და იმედოვნებს, რომ გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა გაჩნდება. გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური გრევით იყო დაკავებული წინა ელჩი გერმანიისა ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდათ, რომ სრულად გასული იყო დიპლომატიური ყველა ჩარჩოდან და ყველა სტანდარტიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყავდეს ელჩი გერმანიაში, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ინტერესები რაც არის ეს დაფიქსირებული იყოს გერმანიის სახელმწიფოსთან და ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იყოს ისე, როგორც ეს შეეფერება ქართველ და გერმანელ ხალხს. გერმანულმა მხარემ იცის, რომ ამ უსამართლობების მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი გადავფუძლოთ და აღვადგინოთ ის პარტნიორობა, რაც გვაკავშირებდა ყოველთვის ამ ქვეყანასთან, ამ ხალხთან. ბატონმა ფიშერმა, რა თქმა უნდა, დააზიანა მიზანმიმართულად ეს ურთიერთობები. ესეთი დამთხოვა ვერ იქნებოდა, რომ წავიდა ფიშერი და დაიწყო იმ ტყუილების წაშლა ვებგვერდიდან, რა ტყუილების წელიწად ნახევრის განმავლობაში იდო. თუმცა, აქაც ახლა მიამიტები არ ვარ და რა თქმა უნდა ბატონი ფიშერი დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა, ეს ყველაფერი მოდიოდა ცენტრალიზირებულად. თუმცა ის აქტორი, ვინც ასრულებს შემდეგ ამ დავალებებს, მასზეც ბევრი რაღაცაა დამოკიდებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დღეს სანაიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამე ოქმი განიხილა. მას სასამართლომ ჯარიმის გადახდა უკვე ორჯერ დააკისრა, თუმცა ჯარიმები გადახდილი არ აქვს. ვახო სანაიას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავება. დაპატიმრებამდე ის გადაღებაზე მისული იმედი ჟურნალისტისგან ითხოვდა იმის ახსნას, თუ რომელ სტატუსზე ედავებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ჩემს ყველა სტატუსს ვაწერ ხელს, უბრალოდ თქვენთვის რა არის ამ სტატუსში კონკრეტულად შეურაცხყოფელი. თქვენ უნდა იცოდეთ რაც არის. თქვენთვის ამ სტატუსში ახლა სასაცილო მდგომარეობაში რო ხართ ატყობ. თქვენ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ. პირველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახდელი სახით იშვა-მდგომლა ჯარიმის გამოყენება და ასევე ჯარიმის გამოყენება მაქსიმალური ოდენობით. ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლოს ხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა. ბახოსანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს სიძულვილის ენის კანონის ძალით შემცირება. სიძულვილის ენის მხარეს მდგომი ადამიანები იქნებიან ესენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები თუ ეგრეთ წოდებული მედიის ეგრეთ წოდებული წარმომადგენლები თავიანთი ნაბიჯებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას. სულ ბოლო პრაქტიკა სლოვენიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ზუსტად ასეთი იყო, რომ როდესაც არაერთი სახდელის გამოყენების მიუხედავად, როდესაც სიძულვილის ენით არის წარმოდგენილი კონკრეტული ადამიანი, აყენებს სხვას შეურაცხყოფას, ლახავს სხვის ღირსებას, არათუ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, არამედ სისხლისამართლებლური პასუხისმგებლობის დაკისრება სრულად შესაბამისობაშია ევროპულ პრაქტიკასა და მათ შორის კონვენციასთანაც. მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და შესაბამისად პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას. როდესაც სხვა უფრო შედარებით მსუბუქი ღონისძიებები და სახდელები იყო ამოწურული, შემდგომ უკვე სამართალდამცავ უწყებებს რჩებოდათ ალტერნატივა ამ შემთხვევაში პატიმრობის სახით. ეს პროცესი ზოგადად, რომელიც იყო მიმართული პოლარიზაციის გამწვავებისკენ, რა თქმა უნდა, იყო გარედან მართული, გარედან ორკესტრირებული და აქ ადგილზე კონკრეტული პირები იყვნენ დაკავებულები იმით, რომ ამ შემთხვევაშიც დაბეჯითებით ასრულებდნენ შესაბამის დავალებას და ცდილობდნენ, რომ დაემკვიდრებინათ სიძულვილის ენა, ლანძღვაგინება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ჯეკ დენიელსის დამზადების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით ჯეკ დენიელსის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ და ერთ-ერთი დაკავებული საწყობში ინახავდნენ. ჩატარებული ჩხრიკისას სამართალდამცველებმა 22,400 ლარის ღირებულების 300 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი ამოიღეს. ჩინელი ტურ ოპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ, მათ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. გაცნობიტი ტურის ფარგლებში საქართველოს ჩინური მედიისა და ტურისტული კომპანიების 12 წარმომადგენელი ეწვია. სტუმრები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, თბილისის მარშრუტებს, ქართულ სამზარეულოს და ღვინოს. პარალელურად კომპლექსური მარკეტინგული კამპანიები და ციფრული აქტივობები იმართება ჩინეთშიც. 2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი აღირიცხა, რაც 16,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3,2%-ი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მგზავრთა ნაკადმა ორ ქვეყანას შორის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მოიმატა. საქართველოს სავიწყო ინდუსტრიის ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენა არის შანხაი და თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენების დაწყება. შორმაგისტრალური ფრენები, ეგრეთ წოდებული long-haul ფრენები, სრულდება ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის მიერ, რომელიც კვირაში 3 სიხშირით დაფრინავს. აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ მაღალი არის. პირველივე კვირაში 95%-იანი მგზავრთნაკადი დაფიქსირდა, რაც კიდევ მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთი ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოსთვის. განათლების მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო. სასწავლებლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მათ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიაწოდა. გიმნაზია 2022 წლიდან ფუნქციონირებს, ამ ეტაპზე ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში 120-მდე მოსწავლე სწავლობს.
ნიშნულოვანია ის, რომ წლების განმავლობაში ეს სკოლა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო და ბოლო რამდენიმე წელიწადია სამინისტროს დაქვემდებარებაში გადმოვიდა და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საპატრიარქოსა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის. ჩვენი მეუფე დიმიტრის პატრონაჟით აქ მიმდინარეობს სწავლა განათლების მიღება, ხედავთ ჩვენ აქ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მოწესრიგებულ ზოგადად პროცესს, ხედავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ზრუნვა ბავშვებზე. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტში ხილბოსნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო დაათვალიერა. კომპანია TMT სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. დღესვე მინისტრი შიდა ქართლში ადგილობრივი ფერმერებისგან მიიღებს ინფორმაციას არსებულ გამოწვევებზე და სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობ პროგრამებზე ილაპარაკებს. ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ ქართული ადგილობრივი წარმოებას მაქსიმალურად ხარი დაუჭიროთ, ხელი შეუწყოთ, რადგან ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. შესაბამისად, დღეს შიდა ქართლში მოვინახულეთ ადგილზე როგორც შემნახავი საწარმო, ასევე გადამამუშავებელი საწარმო და მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად ბევრი შეიქმნას ასეთი გადამამუშავებელი საწარმოები. რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება. იქიდან გამომდინარე, რომ შიდა ქართლში ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენს რეგიონში წარმოებული საქონელი როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე გადის. ეს ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებას, ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას. სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ესეთ საწარმოო შექმნისთვის. ჩვენ ვაწარმოებთ ძირითადად საკონსერვო პროდუქტს. ეს არის დაახლოებით 47 სახეობის პროდუქციები. მურაბები, ჯემები, კომპოტები, ხილბოსტანი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ყველაფერი კეთდება ნატურალური, 100% ნატურალი პროდუქტი გვაქვს. ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები. კრემლი უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოთხოვნებს ამკაცრებს. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთი ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორიის კიევისთვის დაბრუნებას აღარ განიხილავს და მათ ბუფერულ ზონებად შეინარჩუნებს. ბლუმბერგი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის დონეცკის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარება და სუმისა და ხარკოვის რეგიონების ბუფერულ ზონებად დატოვება სურს. უკრაინის დრონებითი ერიში სამიზნე, კრასნოდარისა და სტავროპოლის რეგიონებში რუსეთის უმსხვილესი ონლაინ საცალო გაყიდვების კომპანიის საწყობები გახდა. ვალდბერისის დამფუძნებლისა და გუბერნატორების განცხადებით დაშავდა 15 ადამიანი. ერიშის დროს საჭირო გახდა საწყობების თანამშრომელთა ევაკუაცია. ბოლო 4 დღეში უკრაინამ ვალდბერისის ობიექტებზე უკვე მეორედ განახორციელა დარტყმები. შაბათს მიტანილი ერიშების დროს დაიღუპა 8 და დაშავდა 62 ადამიანი. უნგრეთში ვიქტორ ორბანის მმართველობის დასრულების შემდეგ რუსეთის სანქციების მიმართ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების წითელი ხაზები გამოაშკარავდა. პოლიტიკო წერს, რომ თუკი ამ დრომდე სხვა ევროპული ქვეყნები ბუდაპეშტის ვეტოს იყვნენ ამოფარებულები, უნგრეთის ახალი პრემიერის პირობებში ისინი იძულებული არიან მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრების საწინააღმდეგო პოზიციები თავად გამოთქვან. ახლა როცა ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მორიგი პაკეტის დამტკიცებას ცდილობს, რამდენიმე ევროპული სახელმწიფო საკუთარი ენერგოსექტორის საბანკოთო სატვირთო ინტერესების დაცვას ანიჭებს უპირატესობას. პოლიტიკოსთან ფინელმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი წევრი ქვეყნის უმოქმედობა გამაოგნებელი აღმოჩნდა. უნგრელი პოლიტიკოსები პიტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში, კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრასა და ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ. უნგრეთის მთავრობის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პროკურატურა პარტია ფიდესის ოფისში წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდა და იქიდან სერვერებისა და საკომუნიკაციო სისტემების ინფორმაცია ამოიღო. ოპოზიციური პარტიის წევრები ამ ფაქტს კანონის უზენაესობის დარღვევას უწოდებენ. ფიდესმა მოხდართან დაკავშირებით წინააღმდეგობის დეკლარაციაც გამოაქვეყნა.
2026 წლის არჩევნების შემდეგ პარტიატის ამ ძირფესვიანად შეცვალა უნგრეთის კონსტიტუციური წესრიგი. ფუნდამენტური კანონის მე-17 შესწორების დამტკიცებით უნგრეთი აღარ არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც კანონის უზენაესობა მართავს. თვითნებური წესების ეპოქა დაბრუნდა. ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით აღმოიფხვრა პოლიტიკური კონკურენცია და დემოკრატია დასრულდა. ამიერიდან ჩვენი მისია იქნება, რომ აღვადგინოთ დემოკრატიული სახელმწიფო. ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან ცეცხლმა ჯამში 30,000 ჰექტარი მიწის ფართობი მოიცვა. სტიქიის გამო მოსახლეობა 34 მუნიციპალიტეტიდან არის ევაკუირებული. ტყის მასშტაბურ ხანძრებს კლიმატის ცვლილებას, კერძოდ ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ. ფილიპინებზე ASEAN-ის საგარეო საქმეთა მინისტერიალი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქტივისტებმა მანილაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტი გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა სამიტის ტერიტორიასთან მიახლოებას სცადეს, აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში დაბრუნდებით 17 საათზე. დროებით.